კულტურულ სიახლეებს ახლა ფოლკლორით განვაგრძნობთ და გეტყვით, რომ გუშინ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ფოლკლორის საღამო გაიმართა. ღონისძიებას სვიმონ ჯანგულაშვილი უძღვებოდა, მუსიკოსმა 6 ანსამბლი შეარჩია, რომლებმაც სამ-სამი სიმღერა შეასრულეს. საღამო ფესტივალის ფან-არტი ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება, რომელიც ხელოვნების 10 მიმართულებას მოიცავს, ახალგაზრდობის ნიჭის პოპულარიზაციისა და წარმოჩენას უწყობს ხელს. ახალგაზრდები ხელოვნების ყველა მიმართულებაში მუშაობენ, ზოგი პროფესიულად ეუფლება, მაგრამ ზოგი თავისით მუშაობს და მათი შემოქმედების დონე პროფესიულს უახლოვდება, ან ზოგჯერ მაღალი კლასის პროფესიონალებიც არიან ხოლმე და ამას შეიძლება აღმოჩენა და ხელშეწყობა და დანახვა და ფანარტი სწორედ ამას ემსახურება. ანსამბლი UEFA წელს პირველად იღებს მონაწილეობას ფესტივალ ფანარტზე, ჩვენ გავდივართ, გამოვიდით ფოლკლორის კუთხით და გამოვიტანეთ 3 ნომერი, უკვე შევასრულეთ 3-ვე ნომერი და საკმაოდ კმაყოფილები ვართ, იმედია ჟიურსაც მოეწონა. სიმღერა, 3 სიმღერა, შევარჩიეთ, რომ მრავალფეროვანი რო ყოფილიყო დღევანდელი, იყო აკაპელა, იყო ფოლკლორის ნიმუშები, ესე ვთქვათ, და ძალიან კმაყოფილები ვართ. იმედია მაყურებელი უფრო კმაყოფილია ჩვენი შესრულებით და დიდი იმედი მაქვს, რომ შედეგზე დაისახება შემდეგ უკვე.